მოდით დღეს მოვამზადოთ ჩახოხბილი ქათმის ფილეთი. ზაფხულია და უფრო მსუბუქი და გემრიელი კერძი კარგი იქნება. 1 კილოგრამი ქათმის ფილე დავჭრათ კუბიკებად. ეხლავე მოვამზადებ ბოსტნეულსაც. ხახვი დავჭრათ სქლად, აი ასე ნახევარ რგოლებად. გამოვიყენე 2 დიდი ხახვი. ბულგარულიც უნდა დავჭრათ რგოლებად, ან ასე გრძლად. გამოვიყენე 3 ცალი ბულგარული, 2 წითელი და 1 მწვანე. თუ ყვითელი ბულგარულიც აგართ, ძალიან ლამაზი იქნება კერძში. დავჭრათ პომიდორი სქლად. არჩიეთ დიდი მწიფე პომიდორები, პომიდორს არ უნდა კანის გაცლა, აი ესე სქლად დავჭრათ. ყველაფერს ვამატებ თვალზომით, რაოდენობას დაგიწერს, თუმცა თქვენც თქვენი გემოვნებით დაამატეთ. ყველა ბოსტნეულს მოვამზადებ, მხოლოდ მწვანილებს დავტოვებ ბოლოს დასაჭრელად და დავიწყებ ქათმის ფილეს შეწვას. ვამზადებთ ღრმა ტაფაში ან განიერ სქელძირიან ქვაბში. მოვათავსე 1 სუფრის კოვზი კარაქი, რომელიც არის დაახლოებით 50 გრამი, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ზეთიც ან საერთოდ ზეთი გამოიყენოთ. ქვაბში მოვათავსე დაჭრილი ფილე, მოვურიე და დავტოვე რომ ჩაიშუშოს საშუალო ცეცხლზე. დროდადრო უნდა ამოურიოთ, უნდა შევაწითლოთ. აი ესე ფილე რო უკვე მზად იქნება, დავამატე დაჭრილი ხახვი. ხახვი არ დაინანოთ, ძალიან უხდება. მსუბუქად მოვურიე, ხახვი უნდა ჩაიშუშოს. აქვე ვამატებ გემოვნებით მარილს, ქათმის სუნელს, ხმელის სუნელი დავამატე, პილპილი და დაღერღილი მწარე წიწაკა დაამატეთ გემოვნებით. მოვურიოთ და დავტოვოთ საშუალო ცეცხლზე ხახვის ჩაშუშვამდე. თუ ქათმის სუნელი არ აგაქვთ, დაამატეთ უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი და ქინძი. დავამატოთ დაჭრილი ბულგარულები. მსუბუქად ვურევთ, კერძი აგრძელებს ჩაშუშვას, ჩვენ კი დროდადრო მოვურიოთ. მოდით აქვე დავამატებ პაპრიკასაც. უკვე საშუალოდ რო ჩაიშუშება, ძალიან უჩაშუშავთ ბულგარულებს, ცოტა ცოცხლად უნდა დარჩეს, დავამატოთ დაჭრილი პომიდორი. დავახუროთ სახურავი და დავტოვოთ, რომ პომიდორი ჩაიშუშოს ნელ ცეცხლზე. ჩვენ კი ამ პერიოდში უკვე მოვამზადოთ მწვანილები, დავჭრათ წვრილად. მე გამოვიყენე ოხრახუში, ქინძი, რეჰანი. თუ გაქვთ მწარე, მწვანე, ახალი წიწაკა, აუცილებლად დაამატეთ, ძალიან უხდება. დავაქუცმაცე ნიორის 3-4 კბილი. მაქვს ახალი ნიორი და იმიტომ დავამატე 3-4 კბილი. ძველი ნიორი 1-2 კბილიც ეყოფა. აი ასე ჩაიშალა და ჩაიშუშა პომიდორი. ჩვენი კერძი უკვე პომიდორის წვენში ჩაიშუშა და უკვე მზად რო იქნება, ვამატებ ნივრის კბილებს და მწვანილებს. მსუბუქად მოვურიოთ ზედაპირულად, ისე რომ მწვანილები ჩაიძიროს, დაველოდები 1 ამოდუღებას. და გადმოვდგამ. ჩვენი კერძი უკვე მზად არის და ცხელ-ცხელი უნდა მივირთვათ. საოცარი სურნელი ტრიალებს სამზარეულო ლოში. ნახეთ როგორი წვნიანი პომიდორის წვენში ჩაშუშული ქათმის ფილე გამოგვივიდა. როგორც ჩახოხბილი, უგემრიელესია.
აუცილებლად მოამზადეთ, მე კი თქვენ დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ახალი რეცეპტებით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.